2024 წლის 14 სექტემბერს მექსიკის დამოუკიდებლობის დღეს, როდესაც მერაბ დვალიშვილმა კარიერაში პირველად UFC-ს საჩემპიონო ქამარი მოიგო, ალბათ გულშემატკივრები ვერასდროს წარმოიდგენდნენ თუ როგორ სტილში განაგრძობდა საკუთარი ქამრის დაცვას ქართველი მებრძოლი. მეტიც, ბევრი მას მოსაწყენ საბრძოლო სტილში ადანაშაულებდა და წინასწარი მოლოდინები ნეგატიური იყო, მათ შორის ორგანიზაციის პრეზიდენტის დანა ვაითის მხრიდანაც. სიჯიუტით ცნობილმა ქართველმა კი გადაწყვიტა მთელი მსოფლიო საპირისპიროში დაერწმუნებინა და ერთ წელიწადში 4-ჯერ დაეცვა ქამარი, რაც აქამდე არავის არასდროს გამოსვლია. თანაც ეს ყველაფერი განსაკუთრებულ ვითარებაში მოახერხა. ჯერ დაუმარცხებელი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა, ისე რომ მიწაზე მეტოქის გადაყვანით ეგრეთ წოდებული თეიქდაუნებით რეკორდი მოხსნა და საღამოს საუკეთესო ჩხუბისთვის განკუთვნილი ბონუსიც მიიღო. შემდეგ ნაცნობი მეტოქე შონომალი მახრჩობელაილეთით ვადაზე ადრე გაგუდა და კვლავ გამორჩეული პერფორმანსისთვის განკუთვნილი ბონუსი დაიმსახურა. მალევე სამ თვეში ახალი მეტოქე კორი სენთეგენი უბრალოდ გაანადგურა და საჩემპიონო ბრძოლებში რეკორდული რაოდენობის 20 თეიქდაუნი გააკეთა. ამის შემდეგ კი მერაბმა თავისთვის დამახასიათებელი მხიარული ტონით განაცხადა, რომ ორ თვეზე ნაკლებ დროში მეოთხედ შეეცდებოდა ქამრის დაცვას. ეს ვერსია თავიდან სერიოზულად არავინ მიიღო, თუმცა UFC-ს ხელმძღვანელებმა მერაბს ისტორიის კიდევ ერთხელ დაწერის შანსი მისცეს, რაც გულისხმობდა ერთ კალენდარულ წელიწადში მეოთხედ ქამრის დაცვას, რაც გაფიქრების დონეზეც კი წარმოუდგენლად გამოიყურებოდა. მეტოქედ კი ძველი ნაცნობი პიოტრ იანი შეურჩიეს, რომელთანაც მერაბს საკუთარი ძალა უკვე ნაჩვენები ჰქონდა. საქმე ისაა, რომ ფართო საზოგადოებამ თვალნათლივ მერაბის წარმოუდგენელი გამძლეობა და მეტსახელ მანქანის რელევანტურობა პირველად სწორედ აღნიშნულ დაპირისპირებაში იხილა. არადა წინასწარ ყველანი განსხვავებული სცენარისთვის ემზადებოდნენ. იანთან ბრძოლა დვალიშვილის კარიერაში პირველი 5 რაუნდიანი მატჩი უნდა ყოფილიყო და ყველა საინტერესებდა თუ როგორ გაუმკლავდებოდა ის დამატებით 2 რაუნდს გამოცდილი ყოფილი ჩემპიონის წინააღმდეგ. ის, რაც 2023 წლის 11 მარტს საზოგადოებამ იხილა, შოკის მომგვრელი იყო. წარმოუდგენელი გამძლეობა, მუდმივი წნეხი, არნახული ტემპი, 49 მიწაზე გადაყვანის მცდელობა, საიდანაც წარმატებული მხოლოდ 11 იყო. 202 ზუსტი დარტყმა მერაბმა მეტოქე ფაქტობრივად ნაწილებად დაშალა და 5-ვე რაუნდში მიწასთან გაასწორა. ეს იყო განაცხადი, რის შემდეგაც დვალიშვილის მიმართ სპორტში ჩართული ყველა რგოლის ადამიანმა განსხვავებულად დაიწყო მსჯელობა. ამ მატჩიდან 2 წელიწად ნახევარის შემდეგ კი ჩაინიშნა ბრძოლა, რომელსაც მერაბ დვალიშვილი ფიზიკურად მეტოქეზე მძიმე ფორმაში შეხვდა, რადგან ერთ წელიწადში მეოთხედ გადაწყვიტა წონის ჩაბარება, მაშინ როცა იანისთვის ეს 2025 წელს მხოლოდ მეორე ბრძოლა იქნებოდა. ამას გარდა სხვაობა იყო ოქტაგონის ზომებს შორისაც, რადგან წინა ბრძოლისგან განსხვავებით ამჯერად დაპირისპირება სტანდარტულ ოქტაგონზე ჩატარდა, რომელიც 44%-ით დიდი და 20%-ით ფართოა პატარასთან შედარებით. ეს კომპონენტებიც ცხადია იანის სასარგებლოდ მოქმედებდა, რადგან დგომში მოჩხუბარი მებრძოლისთვის ბევრად მნიშვნელოვანია გალიის კიდესთან არ მოხვდეს მოჭიდავის წინააღმდეგ, რომელიც კედელს თავის სასიკეთოდ იყენებს. ერთი სიტყვით დვალიშვილმა როგორც ნამდვილ ჩემპიონს შეშვენის გადაწყვიტა გაერისკა, რათა სამუდამო უკვდავება მიეღო და ყველა დროის საუკეთესო მებრძოლის წოდებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაედგა. ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის ბრძოლა ისეთი გამოვიდა, როგორცაც ინატრებდნენ. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ დვალიშვილი იანის მეორე დაპირისპირება საღამოს საუკეთესო ბრძოლად დასახელდა და ორივე მებრძოლს $50,000 ბონუსიც გადაეცათ, რაც მერაბისთვის წელს მესამე იყო. დაპირისპირება კონკურენტული გამოვიდა სავსე გაცვლებითა და მიწაზე გადაყვანებით. რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, სტატისტიკის მიხედვით დვალიშვილმა მეტოქე მიწაზე მხოლოდ 2-ჯერ გადაიყვანა, როცა იანმა პირიქით 5-ჯერ, ხოლო მნიშვნელოვან დარტყმებშიც უმნიშვნელო უპირატესობა რუსი მებრძოლის მხარეს იყო. აქ აღსანიშნავია დარტყმების ხარისხი, რადგან იანის შეტევები ქართველს ვიზუალურ ზიანს აყენებდა და ტანის არეში განხორციელებული შეტევები კი სუნთქვის პრობლემებს უქმნიდა. ეს ყველაფერი კი ცხადია მსაჯთა გადაწყვეტილების მიღებაზე მოქმედებს. უშეღავათო ბრძოლაში გამარჯვებულად და ახალ ჩემპიონად პიოტრ იანი დაასახელეს, თუმცა ცხადია, რომ დვალიშვილი აქ არ გაჩერდება. ქართველმა მებრძოლმა გვაჩვენა უტეხი სული, რომლის ანალოგიც აქამდე ცოტა თუ გვინახავს. მარცხის მიუხედავად მერაბი მოტივირებული იყო და წინასწარვე რემატჩი სწყუროდა. მოკლედ რომ თქვა, დვალიშვილმა, რომელიც 2025 წლის ცალსახად საუკეთესო მებრძოლია, ყველა კრიტიკოსი საპირისპიროში დაარწმუნა, რომ ის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი მებრძოლია და არც უმაღლესი კლასის მებრძოლებთან ბრძოლებს გაურბის, რაც დაამტკიცა კიდეც. 2026 წელს მანქანა საწვავის ავზის შევსებისა და დასვენების შემდეგ ბევრად მშიერი და მოტივირებული დაბრუნდება. სპორტის გულშემატკივრებს კი დიდი სანახაობა ელოდებათ, რადგან სუპერ მსუბუქი წონის ყველა დროის საუკეთესო მებრძოლის საჩემპიონო ისტორია ჯერ დასასრულისგან ძალიან შორს არის.